გამარჯობა მეგობრებო. მოდით დავიწყოთ ბოდიშით. ბოდიში რომ ამდენი ხნის განმავლობაში არ გითხარით სიახლეები, რა ხდებოდა და რატომ არ იდებოდა ფინალი, უბრალოდ ვცდილობდით რომ ყველაფერს უმტკივნეულოდ ჩაევლო, მაგრამ რადგან ეს არ გამოვიდა, გადავწყვიტეთ ამ ვიდეოს ჩაწერა, რომ თქვენთვის ახსნა განმარტებები მოგვეცა, რატომ გალოდინებთ მაძიებელზე, ეს ჩვენი სურვილი ნამდვილად არ არის. პირიქით, ძალიან გვინდოდა დროულად დაგვედოთ ძალიან მაგარი ფინალი, რომელიც ჩაიწერა თავის დროზე, როცა ყველა სხვა თამაშიც ჩაიწერა. ძალიან საინტერესო ფინალი, რომლისგანაც დიდი მოლოდინები გვაქვს. მაგრამ მოდი პირდაპირ ვთქვათ, რა მოხდა? მოხდა ის, რომ რენდერზე გაშვებული გადაცემა თავის დრაივიანად გაქრა. მოკლედ, რავი, მარტივად რა ვთქვა, განადგურდა ჩვენი დრაივი, დედისკი, ესა ყველაფერი და აღმოვაჩინეთ დილას, რომ გადაცემა არ გქონდა. ერთ-ერთი დღის დილას, რა მნიშვნელობა აქვს როდის. მაქედან მოყოლებული ჩვენი ცხოვრება იქცა ტრაგედიად. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ფარხმალი არ დაგვიყრია, დავიწყეთ ყველა გზის ძიება. არსებობს გარკვეული მეთოდები მასალის აღდგენის, როგორც იცით, მოვჩხრიკეთ ყველაფერი, ვინჩესტერები, ჩიპები, სადაც კი დაბექაპებული იყო ინფორმაცია ყველაფერი და მოკლედ ვცდილობთ, რომ ეს მასალა, რომელზეც უკვე რაღაცები გადაწერილია, აღვადგინოთ, ვიპოვოთ, ჩავრიეთ ამ ამბავში შესაბამისი სპეციალისტები და მაგალითად ხელის კამერის აღდგენა უკვე მოვახერხეთ ამ დროისთვის და იმედი გვაქვს, რომ რაღაც მასალების კიდევ აღდგება. მოკლედ იმ დონემდე შეგვიძლია მივიყვანოთ, რომ ფინალი მაინც გაჩვენოთ, უბრალოდ ვცდილობთ, რომ უფრო სრულყოფილად გაჩვენოთ თავისი კადრებით, ყველაფრით, რომ სრული სიამოვნება მიიღოთ. მაგრამ თუ სხვა არაფერი არ იქნა, ბოლო-ბოლო რაღაცა ისეთ მონტაჟს მაინც მოვახერხებთ, რომ თქვენ შინაარსი გაიგოთ, ჩვენს ძალიან კარგ მინიშნებებზე ითამაშოთ, შედეგები გაიგოთ და ამ აზარს აყვეთ. ეს მოხერხდება. უბრალოდ ეხლა მიდის მცდელობა, ბრძოლა და წვალება იმაზე, რამდენად სრულყოფილი იქნება ვიდეო, რომელსაც შემოგთავაზებთ ფინალისთვის. რატომ მოხდა ესე და როგორ მოხდა, როგორც აღმოვაჩინეთ, ხდება ხოლმე და ახასიათებს ეგეთი რაღაცეები ტექნიკას და ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით იყო და ეს ტრაური უკვე გადატანილი მაქვს და ამიტომ ხანდახან მეღიმება ამ ამბავზე ცოტა ისტერიულად, მაგრამ აქამდე არ გეუბნებოდით, რომ არ შეგვეწუხებინეთ, ეხლა გითხარით. ცოტა დროც მოგვეცით, იქნებ ვიპოვოთ კიდევ უფრო დამატებითი მეტი მასალები, რომ უფრო ლამაზი მონტაჟი შემოგთავაზოთ. თუ არა და რაღაცას მაინც გაჩვენებთ. მადლობა გაგებისთვის.